მოგესალმებით. ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ფაქტი. გურიაში განვითარებულ სიახლეებს გიორგი დოლიძე გაგაცნობთ. ოზურგეთ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხედაგური სამუშაო ვიზიტით სტუმრობდა. ნინო მაშალომიძე კი ამბობდა. ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხედაგური გურიის გუბერნატორთან ვალერი ჩიტაიშვილთან ერთად სამივე მუნიციპალიტეტის გამგებელ საკრებულოს თავმჯდომარესა და სოფლის რწმუნებულებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი ბუნებრივი რესურსების სააგენტოში, კერძოდ სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმების გაცნობა პრეზენტაცია გახლდათ. აღნიშნული ვიზიტი მინისტრის ერთიან პროგრამაში ერთიანდება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების ჩატარებასა და სატყეო სექტორში ტყის მართვის ახალი წესებისა და რეგულირების მეთოდების წინასწარ გაცნობას ითვალისწინებს. ენერგეტიკის მინისტრმა ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებთან შეხვედრაზე სლაიდების მეშვეობით ნათლად წარმოაჩინა სატყეო სექტორში დაგეგმილი ცვლილებების ეფექტურობა. სტრუქტურაში ცვლილებების გატარება ხე-ტყის მოძრაობის გაკონტროლებით, ახლებურად სპეციალური ფირნიშების გამოყენებით მოხდება. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივები ძალაში მიმდინარე წლის 1 ივლისიდან შევა. მინისტრის ვიზიტი რეგიონში მიმდინარე ინდივიდუალური გამრიცხველიანების შესახებ გამანაწილებელი კომპანიების მიერ ინფორმაციის მიწოდებასაც ითვალისწინებდა. მინისტრის შეხვედრას გურიაში ვიზიტად მყოფი ენერგოპრო ჯორჯიას გენერალური დირექტორი როსლავ დუდოლენსკიც ესწრებოდა. მას შემდეგ რაც ტყის მეურნეობა გადმოეცა ახალ სამინისტროს, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, მნიშვნელოვნად დავიწყეთ მუშაობა ტყის რეფორმასთან დაკავშირებით. აქ ჩვენ ორი ძირითადი მიმართულება გამოყავით: ხე-ტყის კომერციული ჯრა და ხე-ტყის სოციალური ჯრა და გვინდა მაქსიმალურად გაუმარტივოთ სოფლის მოსახლეობას ტყეში შესვლა, შესაბამისად საშეშე მერქნის მოპოვება და სამასალე მერქნის მოპოვება, რაც საჭიროა მათთვის სოფელში აუცილებელი პირობების შესაქმნელად, თქვათ გადახურვისთვის, ღობის შესაყობად და ასე შემდეგ. ამ მიმართულებით ჩვენ საკმაოდ აქტიურად მუშაობთ და ვამცირებთ ასე ვთქვათ რეგულირებას იმისთვის, რომ სოფლის მოსახლეობას ისევ და ისევ მნიშვნელოვნად გაუვალდილდეს ტყეში შესვლა და შესაბამისი მასალის მოპოვება. ჩვენ მინისტრთან ერთად შევხვდით სამივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, სოფლის რწმუნებულებს, სადაც განვიხილეთ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებით. ის პრობლემა, რომელიც სოფლის მოსახლეობას ჰქონდა, ეხლა უკვე ძალიან გამარტივებული არის, როგორც საშეშე მერქნის მოპოვებასთან დაკავშირებით, ასევე სამასალე მერქანთან დაკავშირებით. თუმცა ამავდროულად კანონიც გამკაცრებული არის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მაისში დაწყებული ხვნათესვის სამუშაოები დასრულდა. თამთადოლიძე მოგითხრობთ. რა მდგომარეობა ამ ეტაპზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საყანე ფართობებში? რა კონდიციამდეა მისული ხვნათესვითი სამუშაოები? ამ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად საკრებულოს თავმჯდომარემ სოფლის მეურნეობის სამსახურისა და შესაბამისი ამხანაგობების წარმომადგენლები თათბირზე მოიწვია. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ხვნათესვითი სამუშაოები უკვე დასრულებულია. მუნიციპალიტეტის საყანე ფართობების 70% დაწესილია, მაგრამ უამინდობის გამო პროცესი ერთი თვის დაგვიანებით დაიწყო. ამიტომ ოზურგეთელი ფერმერები მოსავალსაც შესაბამისად 30 დღით გვიან აიღებენ. თათბირზე საკრებულოს თავმჯდომარემ სპეციალურ გეგმაზეც ისაუბრა, რომელიც სოფლის მეურნეობას შეეხება. იდეა საკმაოდ ნოვატორულია და ოზურგეთი ერთ-ერთი პირველი მუნიციპალიტეტი იქნება, ვისაც სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმა ექნება, რომელშიც შესაბამისი ხარჯ-დაღრიცხვაც გაიწერება. გეგმა ხელშეუწყობს ადგილობრივ ხელისუფლებას, სამინისტროსა თუ კერძო პირებს თავიანთი როლი და ფუნქცია დაინახონ სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში. ხსენებულ გეგმაზე კომპეტენტური პირები მუშაობას ახლო მომავალში დაიწყებენ. თათბირის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს წევრებმა და ჟურნალისტებმა საყანე ფართობების ადგილზე ნახვა გადაწყვიტეს და ამ მიზნით სოფელ მერიის ყოფილი აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიას ეწვივნენ. ფართობი, რომელიც სტუმრებმა მოინახულეს, არასდროს დამუშავებულა. 8 ჰექტარი ტერიტორია პირველად დავით სურგულაძემ დაამუშავა და აქ ახალი ეგრეთ წოდებული ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის დათესვას აპირებს. როგორც ამბობს, ტერიტორიის დამუშავება საკმაოდ რთული პროცესი აღმოჩნდა, თუმცა ამერიკული სიმინდისგან უხვი მოსავლის მიღების იმედი აქვს. რამდენიმე დღეში დასრულდება ხვნათესვის სამუშაოები. ვფიქრობ, რომ და მნიშვნელოვანიც არის, რომ ნებისმიერი ფერმერის თუ გლეხის ცხოვრებაში მარცვლეული კულტურების მოყვანას ტრადიციულად დიდი ადგილი ეჭირა. ამდენად ეს არ არის მხოლოდ ფუფუნების კულტურა, ეს არის პროდუქტი, რომელსაც ადამიანი როგორც ადამიანისთვის საკვები ღირებულება აქვს, ასევე გამოიყენება აქტიურად საფურაჟე წარმოებისათვის. დღევანდელ დღეს ჩვენ საშუალება გვაქვს, რომ პრაქტიკულად მოვინახულოთ ის ადგილები, ტერიტორიები, რომლებიც ბოლო ეტაპებს გადიან თესვისა
დღეისათვის არსებული სტატისტიკური მონაცემებით სადღაც 70% არსებული სახნავ-სათესი ფართობებისა უკვე დახნული და დათესილი არის. მოგეხსენებათ, რომ წელს პირველად საქართველოს მთავრობის ხარდაჭერით ხორციელდება ახალი ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის თესვა, რომელიც გავრცელებული და მოწოდებული ინფორმაციით გაცილებით უხმოსავლიანია ვიდრე აქამდე არსებული ჯიშები. ამ ტიპის ფართობები სადღაც 300 ჰექტრამდე იქნება დათესილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. ჩვენ საშუალება გვექნება, რომ შემოდგომაზე უკვე ფაქტიურად ვნახოთ ის შედეგები, რაც ამ მუშაობას მოყვა. ამასთან მინდა ვთქვა, რომ ხნათესვის პროცესი ტექნიკური მხარდაჭერა იყო სასოფლო-სამეურნეო ამხანაგობებისაგან, რომელიც 4 ერთეული ამხანაგობა მუშაობდა 6 ერთეული ტექნიკით, რომელიც პრეზიდენტის ხარდაჭერით გადმოეცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს. მოხდა თავიდან ათვისება მიწის გაკულტურება, აი ეს რასაც ხედავთ ახლა აგერ ტყე-ბუჩქნარები და ის რომა, ეს გავაკულტურეთ, ამოვზირკვეთ, გავაკეთეთ და აი წელს მელიორაციის არხები გავიყვანეთ. დაშრობა მოხდა ამ მიწის და ათვისება მოხდა და ამის რომ ეცლია ყველას დავთესავდით და ალბათ 7 გექტარი კი. რამდენად გაქვთ იმედი რომ მართლაც ექნება ის მოსავალი რაც ვარაუდობთ? გვაქვს. იმიტომ შვებით ამას. 14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. ტრადიციას არც ამჯერად უღალატა გურიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სარეაბილიტაციო ცენტრმა და ეს დღე განსაკუთრებულად აღნიშნა. ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. ამჯერად პარტნიორებად ასოციაციის ბენეფიციარებს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სამრევლო სკოლა და მისი მოსწავლეები მოევლინენ. ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად მოემზადნენ. ბავშვებს სასულიეროსა და ცენტრის პედაგოგებიც დაეხმარნენ და ლამაზი დღეც შედგა. თავდაპირველად ღონისძიების წამყვანმა დალოცვა წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სასულიერო სკოლის ხელმძღვანელს, დეკანოს მამა მათეს თხოვა. ბავშვებს სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ვანო გოგოლაშვილიც მიესალმა. შემდეგ საღამოს შემოქმედებითი ნაწილი დაიწყო. კონცერტი ჩვეული ენერგიითა და ხალისით წარიმართა. ერთმანეთს ენაცვლებოდა მთიული ქალების სიმღერა თუ ბოშა ქალების ცეკვა, ლექსი თუ ინსცენირება. ცენტრისა და სასულიერო გიმნაზიის ბავშვებმა ერთმანეთს ხმებიცა და გულებიც კარგად შეუწყვეს. ამიტომაც გამოვიდა საღამო გულიანი და თბილი. აპლოდისმენტები კი გულწრფელი. ყოველთვის ნამდვილად დღევანდელ დღეს ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეს დაწესებულება ინვალიდთა ასოციაცია გვახარებს ხშირად თავიანთი ახალი წარმატებები და ახალი მეგობრებით, რომლებსაც ისინი იძენენ. დღეს არაჩვეულებრივი დღის მომსწრე ვიყავით, როცა სასულიერო გიმნაზიის ბავშვთა ანსამბლი ჩვენს ბავშვებთან ერთად ჩაატარეს ნამდვილად საინტერესო კონცერტი. შეეხება უფლებათა დაცვას, რაც დღევანდელ დღეს აღინიშნება, ბავშვთა უფლებების დაცვა განსაზღვრული არის საქართველოს კონსტიტუციით, მაგრამ ის რაც კონკრეტულად ოზურგეთში და ამ ბავშვებისათვის კეთდება ის, რომ ყავთ უამრავი მეგობარი, ყველა წარმომადგენელი ეს იქნება ხელისუფლების, სხვა დაწესებულებების, ბიზნესის წარმომადგენლები არის მათი მეგობრები და ნამდვილად ყველანი ერთად ვცდილობთ, რომ მათ შეუმსუბუქოთ, გაულამაზოთ ცხოვრება. ჩვენი პედაგოგები არიან ჩართული საქველმოქმედო საქმეში. დიდი ენთუზიაზმით, მიუხედავად დაღლილობისა, მთელი დღის შრომისა, სიხარულით მოდიან და მე ვიცი, რომ ბავშვებსაც ევხარიათ მათთან ურთიერთობა და იმ სიყვარულის მიღება, რომელსაც ისინი დაუშველებად იძლევიან. დღევანდელი დღე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გავმართეთ კიდეც კონცერტი და ამაში დაგვეხმარა მამა გაბრიელის სამრევლო სკოლა და მისი ბავშვები თავისი პედაგოგებით. ძალიან დიდი მადლობა მათ. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სასულიერო სკოლას, ჩვენ მეგობრებს, რომელიც დღე-დღე მუდამ ჩვენთან იყვნენ, რეპეტიციობდნენ, ასევე მის მასწავლებელს გიორგი ჩიხრაძეს და რა ვიცი თქვენ ყველას. მე მაგალითად ძალიან დიდი მადლობელი ვარ, რომ ასე საზოგადოება გვაქცევს ყურადღებას და არა ვართ გარიყულები და ჩვენც ვართ იგივე ადამიანები, როგორც თქვენ. კარგი კონცერტი იყო. კაი მართლა. და დახედავები მხარია. ნომერ პირველი საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები დაწყებითი სკოლის პედაგოგს ღონისძიებით გამოემშვიდობდნენ. ნინოვა შალომიძე დეტალებით.
ნომერ 1 საჯარო სკოლაში უჩვეულო ფუსფუსი და ხალხმრავლობა შეიმჩნეოდა. მეოთხე A კლასელებმა საყვარელ პედაგოგთან ნანი სალუქვაძის და გატარებული წლების, ხალისიანი ისტორიების, ბავშვობის ყველაზე udardeli დღეების გახსენება და ერთ ლამას თბილ საღამოში ჩატევას სცადეს. საყვარელი პედაგოგი ნაზი ყვავილის სურნელივით შემოიჭრა მათ ცხოვრებაში, შემოვიდა, შემოანათა და სამუდამოდ მათთან დარჩა. 4 წლის წინ ზოგი მტირალი, ზოგი გაოცებული თვალებით, ზოგი ღიმილით შესცქეროდა ლამაზ ქალბატონს, გულისყურით უსმენდა მისგან დედაშვილურად წარმოთქმულ სიტყვებს. პატარები წამიერად მოსწყდნენ დედის კალთას და მისკენ გაეშურნენ. ასია დღესაც უჭირთ საყვარელ პედაგოგთან დამშვიდობება. დაიღვარნენ ლექსად და სიმღერად. ზღაპარსო თუ ინსცენირებად წარმოდგენილ სხვადასხვა ნაწარმოებებში მხოლოდ კეთილი პერსონაჟები გააცოცხლეს, ბავშვური ენით ყოფიერება ამეტყველეს, რომლითაც მაყურებელი გაახალისეს. უმღერეს სკოლას, დირექტორს, მომავალ პედაგოგებს, ნანი მასწავლებლისგან კი თითოეულმა მათგანმა შექება და ჯილდოდ სიგელი და სიმბოლური საჩუქრები მიიღო. ყოველთვის ქალბატონი ნანის კლასი გამორჩეული თავისი აკადემიური მოსწრებით, თავისი ღონისძიებებში ჩართულობით, აქტიურობით და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთი ბავშვები არიან და გადმოდიან შემდეგ საფეხურზე ჩვენთან და იქ გააგრძელებენ მოღვაწეობას. ულოცავ თითოეულ მოსწავლეს, ნანი მასწავლებელს და უსურვებ უკეთესი ცვლა, უკეთესი პირველი კლასი და მომავალი თაობა ყოლოდეს ჩვენი სკოლის და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. დღეისათვის სულ ეს გავხდათ. რისი მოპოვება ჩვენ შევწელით. მე საინფორმაციო ფაქტის კორესპონდენტებთან ერთად მომავალ შემოხატრამდე გამშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ.